რამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა ისრაელიდან გადასვლა 7 ოქტომბრის შემდეგ. თელ-ავივის უნივერსიტეტის ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ისრაელიდან ემიგრაციის რეკორდული ტალღა 2025 წლის განმავლობაშიც შეუჩერებლად გრძელდებოდა, რაც გამოწვეულია პოლიტიკური დაძაბულობითა და ეკონომიკური სირთულეებით და ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტით, როგორც უკვე საუბრობდით. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს მონაცემები ჯერჯერობით ისრაელის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა მომავალში ავალში ზარდი შეშფოთებაა, რომ ემიგრაცია იმ დონეზე გაიზრდება, რომ ისრაელის უსაფრთხოებასა და ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის. დამატებითი ინფორმაციისთვის დიდი სიამოვნებით მივესალმებით პროფესორ იტაი ატარს, ეკონომიკის პროფესორს თელ-ავივის უნივერსიტეტის კოლერის მენეჯმენტის სკოლიდან, რომელიც ახლა თელ-ავივიდან გვიერთდება. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისრაელი იშვიათ და მნიშვნელოვან მიგრაციულ დეფიციტს აწყდება, რადგან ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის. ვითხარით მეტი ამ მონაცემებზე თქვენს კვლევაზე და რა არის თქვენთვის განსაკუთრებული ამ ყველაფერში? მადლობ მოწვევისთვის. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროდან და ყოველი ისრაელის მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ მიდის ან ბრუნდება ისრაელში, პასპორტს არ ადგენს. ასე რომ გვაქვს მონაცემები სტატისტიკის ცენტრალური ბიუროდან და ჩვენ ვიფლით ისრაელიდან გამგზავრებული მოქალაქეების რაოდენობას 2009 წლიდან 2025 წლამდე. და ძირითადად, რასაც ხედავთ, არის უზარმაზარი დრამატული ნახტომი ისრაელიდან გამგზავრებულთა რაოდენობაში 2023 წლიდან. ესე რომ 2023 წელს ვხედავთ ნახტომს და ეს ნახტომი გრძელდება 2024 და შემდეგ 2025 წელსაც ეს მართლაც შემაშფოთებელი რიცხვებია. და ჩვენ გვინდა აუციოთ განგაშის სიგნალები და ვთქვათ, რომ საჭიროა მივიღოთ ზომები, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღარ დაბრუნების წერტილს არ გადავწდებით. ვიცით სხვა ქვეყნების შესახებ, როგორიცაა ვენესუელა და ირანი და თურქეთი და რუსეთი, რომლებმაც განიცადეს twinების გადინება და ვერ შეძლეს აღდგენა და სწორედ ამიტომ ვართ ძალიან შეშფოთებულები ამ რიცხვებით. თუმცა, თუ აქ გავჩერდებით, როგორც თქვენ თქვით, შეგვიძლია გაუმკლავდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულები, რომ აქ ვჩერდებით და გვაშფოთებს, რომ ეს რიცხვი საბოლოოდ გაიზრდება. რაც დღეს წარმოვადგინეთ, ეს არის 25-ის მონაცემები და მართლაც ვხედავთ, რომ 25-ის რიცხვები დაახლოებით მსგავსია იმასთან, რაც 24-სა და 23-ში ვნახეთ. და როცა 23-ის და 24-ის მონაცემებს გადავხედეთ და ვცადეთ გაგვერკვია ვინ ტოვებს, ხედავთ, რომ ესენი არიან ბევრი ექიმი, ინჟინერი, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი და აკადემიური სფეროს ხალხი. ეს გარკვეულწილად ისრაელის საუკეთესო წარმომადგენლები არიან. ისრაელის ეკონომიკა დამოკიდებულია ადამიანურ კაპიტალზე, გონებაზე. და ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ აღარ სურთ ისრაელი საკუთარ სახლად დავიქვან, ეს უზარმაზარი საფრთხეა, პოტენციურად სტრატეგიული საფრთხე ისრაელისთვის. და სწორედ ამიტომ გამოვდივართ ამ ანგარიში და ვცდილობთ, რომ ხალხმა ეს გაიგოს. ამის უფლება არ გვაქვს. ისრაელს არ შეუძლია თავისი საუკეთესო ადამიანების დაკარგვა. რადგან არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ აღდგენა შეუძლებელი იქნება. twinების გადინება ამჟამად უდიდესი დათმა იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ ეს აჩენს კითხვას. რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სწორედ ამის შესაცვლელად, რომ დავრწმუნდეთ, ვინც წავიდა სურს დაბრუნება და ამავდროულად მოვიზიდოთ ალია, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი გადმოვიდეს და აქ ისრაელში დასახლდეს. ეს ძალიან კარგი საკითხია და მართლაც ჩვენ ხედავთ ანტისემიტიზმს მთელ მსოფლიოში, თუმცა ადამიანები მაინც იღებენ გადაწყვეტილებას გადმოვიდნენ. ჩვენ არ ვხედავთ ახალ იმიგრანტთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც ისრაელში ჩამოდიან. ისრაელის მდგომარეობა თუ ბოლო 3-4 წელს გადავხედავთ. ვიცით, რომ ქონდა ეს სასამართლო რეფორმა, ქონდა 7 ოქტომბერი, ქონდა ომი. და ომის შემდეგაც კი ვხედავთ, რომ საზოგადოების ნაწილი მსახურობს, მიდის არმიაში, იხდის გადასახადებს, ხოლო ნაწილი კი არა. და თქვენ ცოტა ხნის წინ ისაუბრეთ იმაზე, რომ უფრო მეტი თანხა გამოიყოფა ულტრაორთოდოქსული ებრაელებისთვის. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც ძალიან ბევრი ისრაელელი გადაწყვეტს სხვაგან გადასვლას. და თუ გვინდა რომ ეს შევაჩეროთ და თუ გვინდა რომ ხალხი დავარწმუნოთ, დარჩნენ და იცხოვრონ ისრაელში და აქ გაზარდონ თავიანთი შვილები, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ფაქტორები. და ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ვნახავთ რა მოხდება ისრაელში, ვიქნებით თუ არა ისევ ლიბერალური ქვეყანა, მუშაობს თუ არა მთავრობა ისრაელის ხალხისთვის და არა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. და ეს არის ფავარი. ეს ჩვენთვის კრიტიკული მომენტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვნახოთ, შეჩერდება თუ არა ის ტენდენცია, რომელსაც უკვე ვხედავთ,
ან შესაძლოა შეიცვალოს საპირისპირო თუ კიდევ უფრო გაძლიერდება ვიდრე ახლა ვხედავ. პროფესორი იტაი ატარი პირდაპირ ეთერში თელ-ავივიდან ძალიან ვაფასებთ რომ ისაუბრეთ ამ მიგნებებზე. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში. მადლობთ.